მთელს მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია. რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის საქართველო ისევ სადღესასწაულო სამზადისშია. ემზადებიან ფოთელებიც. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა უმრავლესობა ახალ წელს ძველი სტილით 14 იანვარსაც აღნიშნავს. ხალხმრავლობაა ფოთის აგრარულ ბაზარში. მოქალაქეები ამბობენ, რომ ყველანაირ პროდუქტზე ფასები მომატებულია, რასაც საახალწლო პერიოდს უკავშირებენ. ფასები რა ვიცი, ჩვეულებრივი, მიჩვეულები ვართ ამას და მაღალი რა თქმა უნდა, საახალწლოდ იმატებს ყოველთვის, მაგრამ ეხლა შედარებით ნაკლებია დღეს. ანუ უფრო მეტი იყო ადრე? კი, იყო. მეტი იყო. ეხლა როგორ რომელს აღნიშნავთ ახალ წელს 1 იანვარს თუ 14? ნამდვილი ეხლა დღეს შემობრძანდება 12 საათი. ნამდვილი ახალი წელი. და ვცდილობთ რომ აღვნიშნოთ კარგად. საერთოდ ოჯახური ტრადიცია გააქვს? რა აუცილებლად, აბა რა. ოჯახური ტრადიცია საცივი, ეს გოზინაყი და თავისთავად ხაჭაპური და თავისთავად რაც აუცილებელია ეს. დაიკლო, სოვიეტი მოიმატა, სოგმა დაიკლო. მეტი რა გისხათ? ახალ წელს როდის აღნიშნავთ 1 იანვარს თუ 14 იანვარს? ორივეში, პირველზე და 14-ზე კიდე. რა ახლებია ყველა და ახლები არ მისდევენ ამდენ ტრადიციებზე. ხო, ჩემი იმით ყოველთვის ასე იყო შობა ახალი წელია და შობა ახალი წელია ხვალ. ძალიან ცუდი ფასებია ხო ხედავთ არა თქვენ თვითონ ყველაფერი ძვირია აბსოლუტურად. ვაჭრობას უჩივენ რეალიზატორები. ხორცი, ყველი, ხილი და საახალწლო ნივთები გაყიდვებში ყველაზე მეტად ჭარბობს. ოჯახურად კარგად აღვნიშნავ, მაგრამ როგორც ბაზარი ძალიან ცუდია. ყველაფერი მაღალი ფასებია. თქვენთან რა არის ყველი? ჩემთან 9 არის. ნამდვილი კარგი ოჯახის ყველი. წინა საახალწლოდ მოიმატა თუ არა ფასი? დაიკლო, აბარო დაიკლო. რეალიზაცია არის? არა, დაიკლო. რა ხავს? ახლა უფრო მეტი ყავთ მყიდველი თუ 1 იანვარს უფრო მეტი ყავთ წინა საახალწლოება? წინა საახალწლოდ უკეთესად იყო. 1 იანვარი უკეთესია. ყველა უჯე მიჩვეულია ამაზე. რა ვიცი, ცოტა ნელა გადაგვარდება ძველი ახალი. კიდევ ძველები იმაშებიან ამას. აღნიშნავენ. თქვენ ფოთელი ბრძანდებით? კი. ჩიჩელაკის რეალიზატორები ბრძანდებით, ხო? კი. წელს როგორი იყო? ძალიან კაი. ბევრი ჩიჩელაკი გაიყიდა? გაიყიდა. ძალიან ბევრი გაიყიდა. თუმცა კიდევ არ იყო ხალხს. მე რა ახლა რო არ იყო ძველი ახალი წელი მაინც გამოვიტანეთ. შეიძლება დარჩენილია ვინმე. რა ღირს ჩიჩელაკი? ჩიჩელაკი სხვადასხვა ფასია, მანეთიც არის, 2-იც არის, 3-იც არის, 4-იც არის, 5. ისეთი არ არის, როგორც ახალი წელი იყო, ისე გაჩერებულია ყველაფერი. არა გვაქვს მუშაობა. ფასები როგორ მერყეობს? ფასები სტაბილურად, როგორც იყო ისე. ვაშლები? არაფერი არ გვაქვს. ორნახევრებში ვაშლები. კი. ახლა უფრო მეტი მუშაობა გაქვს თუ წინა საახალწლოდ? წინა საახალწლოდ. ეხლა გაჩერებულია ყველაფერი. დაიღალა ხალხი არა აქვს მუშაობა. ამ სიუჟეტის მომზადებისას მეცხრე ტალღის გადამღებს ჯგუფს ფოთის აგრარულ ბაზარში სრულიად შემთხვევით მომღერალთა გუნდი შეხვდა. გილოცავთ ყველას ახალ წელს. სპეციალურად კურსორისთვის ეს ადამიანები შეგვესრულებენ ძალიან ლამაზ სიმღერას. Kiriezesa, salavai Kirialesa, Kirialesa, salavai Kirialesa, Akhalzan asniga khama khologo itanuas, enas rashis vakhari jira uagehari, salavai Kirialesa, salavai Kirialesa. Salavai Kirialesa, salavai Kirialesa, skalmagazas kani bagirari tishigebsha, salavai Kirialesa, salavai Kirialesa, salavai Kirialesa, salavai Kirialesa. Ravas dagasrot ყველას გილოცავთ. ძებნიერი შობა ახალი წლები გაგითენოთ საქართველოს სრულიად საქართველოს